დღეს მე მინდა გავაგრძელო ის დაწყებული თემა, რაც ვილაპარაკეთ წინა კვირას. ჩვენ ვლაპარაკობდით საერთოდ ეს ბოლო დრო ვლაპარაკობთ სხეულზე და სხეულის აღმშენებლობაზე და ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს. იმიტომ რომ ბოლო დროს ეკლესიაში, ჩვენს ეკლესიაში კი არა, ზოგადად ეკლესიაში მიდის ძალიან ისეთი პროცესები, მტკივნეული პროცესები. ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ზედაპირულად უდგება საკითხებს და განიხილავს საკითხებს და ამაში არის ჩვენი წვლილიც. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად შევამსუბუქეთ რაღაცეები. ძალიან ისე ფერადებში დავხატეთ სურათი და რა კარგია ცხოვრება. პირველი კორინთელების წერილში მე-15 თავში პირველი მეორე მუხლები წმინდა მოციქული პავლე. მოდი გადავშალოთ. პირველი კორინთელების წერილი მე-15 თავი, პირველი მეორე მუხლები, წმინდა მოციქული პავლე ასეთ რაღაცას ამბობს. და გაუწყებთ თქვენ ძმანო სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზედაც დგახართ. და რომლითაც გადარჩებით კიდეც თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ და ფუჭად არ ირწმუნებთ. დიდება უფალს. გადავრჩი თუ გადავრჩები კიდეც. მე გადარჩენილი ვარ იესო ქრისტეს მადლით. მე მომენდო გადარჩენა. არაფერი არ გამიკეთებია მე ამისთვის. ეს მან გადამარჩინა. მან თავისი დიდი სიყვარულით, როგორც ეფესელების მეორე თავის პირველი მუხლებიდან მეათე მუხლის ჩათვლით არის მოთხრობილი, რომლითაც ჩვენ დანაშაულთა გამომტრები შეგვიყვარა, გაგვაცოცხლა, მადლით ვართ გადარჩენილი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩემთვის არის უფასო და უფასური. მადლით ვარ გადარჩენილი, ეს მე მომენდო, მაგრამ მე უნდა ვიცხოვრო გადარჩენის და შესაბამისად. ჩვენ გამართლებულები, მარტო გადარჩენილები კი არა, გამართლებულები ვართ, მაგრამ რას ამბობს წმინდა წერილი? მართალი რას უნდა შვებოდესო? მართალი უნდა მართლობდეს. მართალი კი არ უნდა უმართლობდეს. მართალი უნდა მართლობდეს. მართალი კი არ უნდა უწმინდურობდეს. მართალი უნდა მართლობდეს. დიდება უფალს. არის ერთი ასეთი სიტყვა ებრაელების სხვათა შორის ამ სიტყვაში ისინი ზედმიწევნით იცავდნენ. რატო? რომ მათ ეგონათ, რომ ზედმიწევნით რომ დაიცავდნენ, ამით გადარჩებოდნენ. მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ, მე გუშინ წინაც კი ერთ სოციალურ ქსელში ერთ ქადაგებას წავაწყდი. ვიღაც ახალგაზრდა კაცი, არ ვიცი, არც სახელი ვიცი მისი, არც გვარი, არც დავინტერესებულ ვარ. ლაპარაკობს, რომ ჩვენ ცხოვრობთ მადლის ეპოქაში, მადლის ეპოქა, რა მიათედი, რის ეს იყო რჯული, ეხლა ვცხოვრობთ მადლის ეპოქაში, მეგობრებო. თუ ვინმე მანახებთ სადმე ადგილს, სადაც არის დაწერილი, რომ ქრისტემ რჯული გააუქმა. მან რჯული კი არ გააუქმა, მან რჯული აღასრულა. და აღსრულება ნიშნავს ძალიან უფრო მაღალ სტანდარტს. ებრაელი არის ზედმიწევნით იცავდა რჯულს, ცდილობდა მის დაცვას, თავისი ინტერპრეტაციით, რა თქმა უნდა, რათა ამით ეგონათ რომ ამით გადარჩებოდნენ. მაგრამ ჩვენ გადავრჩით ისე რომ არაფერი არ გაგვიკეთებია ამისთვის. ჩვენ გადავრჩით იმიტომ რომ ღმერთმა შეგვიყვარა. ჩვენ უბრალოდ ეს აღსრულებული მივიღეთ და როგორ შეიძლება ახლა ამ ხელა სიკეთის მერე მე ისევ ძველი ცხოვრებით ვიცხოვრო. რისთვის გადამარჩინა და გამამართლა ღმერთმა, რომ ისე უკეთესად ვცოდო წარსულში? პირიქით. თუ ისინი ზედმიწევნით იცავდნენ, რომ გამართლებულიყვენ, მე გამართლებული უკვე მავალდებულებს ჩემი სინდისი და ჩემი ცხოვრება, რომ ვიცხოვრო ღმერთის სიტყვის, მისი მადლის, მისი სიკეთის და შესაბამისად. დიდება უფალს. საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ მინდა რომ ის ბოლო ქადაგებები, რაც ჩვენს ეკლესიაში გაჟღერდა და იყო, გულამდე იყოს მიტანილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გარდასახვის პროცესი იესო ქრისტეს ხატების მსგავსებაში.
ძალიან ხშირად შობა დღეს არის ხოლმე განსაკუთრებულად ამბობენ უცილებლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. პირველი ტიმოთეს მესამე თავის მე-16 მუხლი. ღმერთი გამოჩნდა ხორცში. დიახ, უცილებლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. დიახ, ღმერთი გამოჩნდა ხორცში, მაგრამ რატომ გახდა ის ჩვენი მსგავსი? ფილიპელების წერილი ამბობს, რომ დაიძაბუნა თავი, მორჩილი გახდა და შესაძლებლობით კაცს დაემსგავსა და მონისხატება მიიღო. და რატომ იყო ეს ყველაფერი? ღმერთი ყოვლის შემძლე, დატოვა ზეცა, დატოვა ეს ყოვლის შემძლეობა. შესაძლებლობით კაცს დაემსგავსა, მონისხატება მიიღო, იმიტომ რომ ჩვენ ავემაღლებინეთ და მისი ძის ხატების მსგავსებაში გარდავესახეთ. და ეს არის ყველაზე სერიოზული პროცესი ქრისტიანობაში, მეგობრებო. არაფერი გამიკეთებია ჩემი გადარჩენისთვის. მარტო ერთი გავაკეთე, დავეთანხმე. უთხარი რომ ღმერთო, მე თანახმა ვარ შენ განახორციელო ჩემში ეს. და მან ეს მოიმოქმედა ჩემში, თავის დიდი სიყვარულით. მაგრამ ის რაც დღეს უკვე ეს აღარ არის, დღეს უკვე საჭიროა მე მას გავყვე. ებრაელ ერს არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ეგვიპტიდან გამოსულიყო. რა გააკეთეს? მარტო გაყვნენ თქვენს დიახ და გაყვნენ მოსეს. მაგრამ უდაბნოში მათ დიდი ფასის გადახდა მოუწიათ. ხო გახსოვთ? პირველი თაობიდან მარტო 2 ადამიანი შევიდა აღთქმულ მიწაზე. მარტო 2. იმიტომ რომ ეგვიპტიდან გამოვიდნენ ებრაელები და 40 წლის განმავლობაში ეგვიპტე ვერ გამოყავდა მათგან ღმერთი. ერთი კაცი ამბობს, რომ მე ვიყავი ეგვიპტეშიო. და ერთი არის რაღაც გასაოცარიო. ისრაელი ეგვიპტიდან 2 ნაბიჯზე არისო. სად დადიოდა ისრაელი 40 წელიო, ეს არის გასაოცარი. 2 ნაბიჯია ეგვიპტიდან ისრაელამდე. ძალიან ახლოს არის. და ისრაელი სადღა დადიოდა 40 წელი. აი ზუსტად ეს არის, რომ 40 წელი ეს შორი რო იყო, მითო კი არ დადიოდნენ. უბრალოდ ის მონების ბრბო ვერ შევიდოდა აღთქმულ მიწაზე. კი გამოვიდნენ ეგვიპტიდან, მაგრამ ეგვიპტე არ გამოდიოდა მათგან და აუცილებელი იყო, რომ ეგვიპტის ნაცვლას მათში აღთქმული მიწის პრინციპები ყოფილიყო, ზეცის პრინციპები ყოფილიყო, ზეცის კანონები ყოფილიყო. ისინი ყოფილიყვნენ ახალი ერი, ღმერთის ერი, ღმერთის ხალხი. კი გამოვედი ჩვენ ცოდვიდან, მაგრამ შეიცვალა ჩვენი აზრები, შეიცვალა ჩვენი ფიქრები, შეიცვალა ჩვენი მიდგომები, შეიცვალა ჩვენი ბუნება. და ზუსტად ეს არის, ქრისტიანები ხშირად ვლაპარაკობთ მადლზე, რომ ღმერთმა მოგცა მადლი, რა საჭიროა შეცვლა? არა. საჭიროა შეცვლა კი არა, ძირეული შეცვლა. ღმერთი არ აპირებს ცოდვილის გარემონტებას. ის ამბობს, აი ქმნი ყოველივეს ახალს, დიდება უფალს. ჩემო მეგობრებო, ბოლო დროს ჩვენ ვლაპარაკობდით სხეულზე. ერთი თეზისი გუშინ პასტორმა ხვიჩამ თქვა, მე მოვინიშნე და კარგია რომ გავახმაუროთ ეს და გქონდეს ეკლესიაში. მე მინდა წაგიკითხოთ. კარგია რომ პატარ-პატარა თეზისები ავიღოთ ხოლმე ჩვენთვის. მეორე კონტელების მე-13 თავის მე-5 მუხლში ხო არის დაწერილი, რომ საკუთარი თავი გამოსცადე, საკუთარი თავი გამოიკვლიე, თუ ხარ რწმენაში. ნუ თუ არ იცნობ საკუთარ თავს, რომ ქრისტე შენშია, თუ არა, მაშინ გამოცდას ვერ უძლებ. და ხშირად იცი ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ რწმენაში. ხშირად ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ვართ მადლში. ხშირად ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ვართ ქრისტეში. ამენ. მოდი ახლა ეს თეზისი. თუ ხარ რწმენაში, მადლში, თუ ხარ ქრისტეში, მაშინ უნდა იყოს სხეულში. თუ არა სხვას არაფერს აზრი აღარ აქვს მაშინ. იმიტომ რომ სხეულის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე. თუ ხარ ქრისტეში, სიტყვა შის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცი, წმინდა წერილი არ ამბობს, რომ ვიქნები მათთანო. მეორე კორინთელების მე-6 თავში უფალი ამბობს, დამკვიდრდები და ვივლი სადო? მათში, მათთანო კი არა, მათზეო კი არა. მათში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დაუკვირდით სიტყვებს ქრისტეში, ქრისტეში, დაუკვირდით სიტყვებს მადლში, დაუკვირდით სიტყვებს რწმენაში. და კიდე ერთხელ გავიმეორებ, თუ ხარ რწმენაში, თუ ხარ მადლში, თუ ხარ ქრისტეში, იფიქრე ამაზე,
ვიფიქროთ ამაზე. თქვენ კი არ იფიქროთ, მარტო მეც უნდა ვიფიქრო. ვიფიქროთ ამაზე, რომ აუცილებლად უნდა ვიყო სხეულში. სხეულში. იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის მოგვიწოდა ღმერთმა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცი, ღმერთი არ უყურებს, ღმერთს არ ყავს ვარსკვლავები, ღმერთს არ ჭირდება ვარსკვლავები. ღმერთი უყურებს სხეულს. ღმერთი უყურებს თავის სხეულს. ეკლესია არის მისი სხეული. ჩვენ სხეულში, როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ჩვენ ძალიან ბევრი ორგანო გვაქვს. და ჩვენ ასევე, და ყველა ორგანოს როდი აქვს ერთ და იგივე საქმე, ბოდიშით. და ჩვენ ასევე მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტე იესოში და მადლით ღმერთის სიკეთით გვაქვს მოცემული სხვადასხვა ნიჭი. რა არის ეს ნიჭი? ეს ნიჭი არის უნარი. და ეს ნიჭი არის ფუნქცია, მინიშნება შენთვის, თუ საითკენ უნდა რომ განვითარდე ღმერთს. გასაგებია? საქმე ის არის, რომ ჩვენ ხშირად ამ ნიჭებს ჩვენ თვითონ მივიწერთ. ჩვენ გვიყვარს ნიჭებით ტკბობა. იცი, სიამოვნებს როცა გვეუბნებიან ნიჭიერო. ნიჭი ღმერთისგან არის. ეს ჩემი არ არის. ეს ჩემი დამსახურება არ არის. ეს მისგან არის. და იცით, არის ერთი ცუდი რამ. არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება დამბრუნდნენ ღმერთთან და თით დაუდებელი პოტენციალით. აბსოლუტურად გამოუყენებელი პოტენციალით. იცით, გუშინაც ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემო მეგობრებო, კაენის მსხვერპლზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე. განა კაენის მსხვერპლი არ იყო. განა კაენმა მსხვერპლი არ გაიღო. განა კაენმა შესაწირავი არ მიიტანა. არა, მან მსხვერპლი გაიღო, ეს მსხვერპლი იყო. მაგრამ კაენი არ ეძებდა იმას, თუ რა უნდოდა ღმერთს. მან გადაწყვიტა, რაც თვითონ გადაწყვიტა, ის მიიტანა ღმერთთან. მაგრამ ის არ ეძებდა რა უნდოდა ღმერთს, არ ეძებდა როგორ უნდოდა ღმერთს და როდის უნდოდა ღმერთს. გასაგებია? იცი, განა ჩვენ ხშირად მსხვერპლს არ ვიხდით, განა ფასს არ ვიხდით, მაგრამ არის კი ის რაც ღმერთს უნდა. აი ზუსტად ეს არის პრობლემა. მე ვიცი, უამრავი ადამიანი, თქვენ ყველანი ცხოვრებაში ვიბრძვით, დიდ ფასებს ვიხდით. იმისთვის, რომ მივახციოთ და ვახცევთ და ხვდებით, რომ ეს ის არ არის, რაც უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ნიჭი იმისთვის კი არ გვეძლევა, რომ ჩვენ დიდება მოვიპოვოთ ამისთვის. ნიჭი ჩვენი ფუნქციაა სხეულში. მეგობრებო, თქვენ შეიძლება დიდ საქმეს აკეთებდეთ, მე შეიძლება დიდ საქმეებს ვაკეთებდე, მაგრამ სხეულში არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც მოცემული გვაქვს, ერთი რამისთვის გვაქვს, სხეული გამოჩნდეს. თუ გახსოვთ მორდეხაის და ესთერის დიალოგი ესთერის წიგნიდან, როცა ისრაელი დიდი საფრთხის წინ დადგა, როცა ამანმა გადაწყვიტა მოეწყო სიკვდილის დღე ისრაელისთვის, და მას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლიდა, იმიტომ რომ მეფის ბრძანება იყო ამაზე. ესთერი იყო დედოფალი. იმ სპარსეთის სამეფოში იყო ასეთი რამ, რომ თუ მეფესთან დაუძახებლად შეხვიდოდი, ის ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. მივიდა მორდექაი ესთერთან, ესთერი ებრაელია და ესთერი დედოფალია ამ დროს, თავის სილამაზის გამო მოხვდა იქ. და მივიდა მორდექაი და ეუნება, შედი მეფესთან და უთხარი, რომ არასწორია ეს გადაწყვეტილება, გადაარჩინე შენი ერი. ესთერი ეუნება, რას ლაპარაკობ? 2 კვირა არ დაუძახნი ვარ. როგორ შევიდე? ხო სიკვდილით დამსჯის. მორდექაი ეუნება, თუ შენ ახლა არ შეხვალ დედოფალთან, ისა მეფესთან და არ ეტყვი, სხვა გზიდან მოულენს ღმერთი ისრაელს ხსნას. შენზე არ არის დამოკიდებული ეს, მაგრამ შენ და შენი სახლეული დაიღუპებითო. და მე ეუნება, იქნებ ამ დღისთვის ხარ გაჩენილი. იქნებ ეს არის ის ცხოვრებაში ეს ერთი რაღაც უნდა გაგეკეთებია. სხვა საქმეები ესთერის არ ჩანს. არ ჩანს რამდენ ხანს ლოცულობდა, არ ჩანს რამდენ სწირავდა, არ ჩანს რომელ მსახურებებზე დადიოდა, არ ჩანს რამდენ ადამიანს დაადო ხელი, რამდენი ადამიანი განიკურნა, არ ჩანს. ჩანსადმე ეს?
მარტო ერთი ჩანს, რომ გადამწყვეტ მომენტში აი არის ესეთი გზა გასაყარები ჩვენ ცხოვრებაში, როცა ეხლა ან გადადგავ ნაბიჯს და რაღაც მოხდება და თუ არ გადადგავ ნაბიჯს შეიძლება ყველაფერს წერტილი დაესვას. აი ამ გადამწყვეტ მომენტში ესთერმა აიღო თავის თავზე რაღაც და წავიდა და ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა. უბრალოდ მეფესთან შევიდა. სასიკვდილოდ გაწირა თავი. ზუსტად ამას ამბობს ესთერი, როცა მორდეხაის ეუნება, რომ მე ისე მიყვარს ისრაელი, ისრაელისთვის სიცოცხლეს გავწირავ და გთხოვ, წადი და უთხარი ყველას, რომ ილოცონ და იმარხულონ ამისთვის, მე შევალ მეფესთან. მე მზად ვარ. და იცი ეს რას ნიშნავდა? ერთი შანსი იყო გადარჩენის. ერთი შანსი. თუ მეფესთან შევიდო და ვინმე დაუპატიჟებლად, დაუძახებლად და მეფე კვერთხს გაიშვერდა მისკენ, ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომ გადარჩებოდი სიკვდილისგან. თორე იმას არანაირი სასამართლო, მომენტალურად კლავდნენ ასეთ ადამიანს. და ესთერი შედის მეფესთან და სასწაული მეფემ გაიშვირა კვერთხი ესთერისკენ. მითხარი რა გინდა? და ესთერი ეუნება, ჩემი ერი დიდი საფრთხის ქვეშ არის. ჩემ ერს მოერეკებიან სასიკვდილოდ. და ვინც ეს გააკეთაო მეფე ამბობს, ის ძელზე უნდა იყოს დაკიდებული. და ამანი რომელიც მორდეხაისთვის ამზადებდა ძელს, თვითონ აღმოჩნდა იმ ძელზე დაკიდებული. იცით, მე სიტყვა სუყურში მესმის ხოლმე, იქნება მისთვის ხარ დაბადებული. იქნება ამ დღისთვის ხარ დაბადებული. ჩვენ ხშირად ვამბობთ, მადლი დიდება უფალს. მეგობრებო, არის ერთი ტყუილი, სანამდე საკითხებს შევეხებოდე და ვილაპარაკებდეთ კიდევ. არის ერთი ტყუილი. თქვენ რა გონიათ? კაინს ლოცვა არ შეეძლო? ადამს, როცა ედემის ბაღიდან იქნა ისა გამოდევნილი ღმერთი დაავიწყდა? იცით, როგორ ფიქრობთ, ესავი, რომელმაც ერთ საჭმელში გაყიდა პირმშოობა, აღარ ლოცულობდა? წერია, რომ ცრემლებით ითხოვდა მონანიებასო. იცით, ჩვენ ხშირად ამ ტყუილში გვაჯერებს. არის ისეთი ტყუილი, ადრე ვთქვი, რომ ეშმაკი წყლისფერია. იცი რატომ? ის ყოველთვის პირველ პირში ლაპარაკობს. ის არასდროს არ ამბობს, მე ეშმაკი ვარ და ამას გელაპარაკებიო. ის ყოველთვის ლაპარაკობს ისე, რომ ასე შენ ფიქრობ. ასე მე ვფიქრობ. ასაგებია? და ჩვენ ხშირად ვიჯერებთ ტყუილს, მე ხო ლოცულობ. მე ხო ღმერთი მიყვარს. მე ხო აი ბიბლიას ვკითხულობ, მე ხო მწამს. მოდი ერთი მარტივი ჭეშმარიტება იოანეს სახარებიდან. რა თქვა იესომ? თუ მე გიყვარ ვარ? რაო? თუ მე გიყვარ ვარ, ჩემს ცნებებს დაიცავ. დიდება უფალს. როცა პეტრეს ელაპარაკება იოანეს 21 თავი. სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარ ვარ? დაუკვირდით. ეს ძალიან შემხები ადგილია. რა ხდება პეტრეს ცხოვრებაში? პეტრე, მოწოდებული, ყოფილი სიმონი. რას ნიშნავს სიმონი? ხო იცით, ლერწამს. და უფალი ეუნება, შენ აღარ ხარ ლერწამი, მერყევი. შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე, ამ გამოცხადებაზე ვაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის კარიბჭე ვერ დაძლევს მას. და არის დრო, პეტრე ქრისტესთან მიდის და ეუნება, სამყორობილეში გამოყვები, სიკვდილშიდაც კი გამოყვები, ყველგან შენთან ერთად წამოვალ. გახსოვთ? როცა უფალი ეუნება, რომ მოიცა პეტრე, შენ კი გინდა ეს ყველაფერი? განა შენ არ გინდა, განა შენ ლტოლვა, განა ეს ლტოლვა არ გაქვს, განა ეს სურვილი არ გაქვს, ვიცი რო გაქვს, მაგრამ არ ძალა გეყოფა მაგისთვის და არც ასაკი. ამიტომ მამალი არ იყირებსო, სანამდე სამჯერ არ უარმყოფ. გახსოვთ? და ზუსტად ეს აღსრულდა. მე წარმოვიდგენ ხოლმე ამას, რამდენად მწარე იყო ეს პეტრესთვის. რამდენად მწარე იყო ეს პეტრესთვის, რომ ვერ შეძლო, რომ დამარცხდა, რა საშინელება იყო ეს. მაგრამ დაუკვირდით, გადის რამდენიმე ხანი. გადის სულ რამდენიმე დღე, 40 დღე. ქრისტეს აღდგომიდან 40 დღე არის გასული. გამოიხედეს,
ახსოვთ დიადი დავალება, რაც ქრისტემ დაუბარა მათ. ხო გახსოვთ რომ ქრისტემ მისა ბოლო მითითებები და უთხრა ეს უნდა მოიქცეთ, ეს უნდა გააკეთოთ, ეს წადით მთელ ქვეყნიერებაზე, ყოველ ქმნილებას უკადა გეცახარება, ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს მსჯავრდებული იქნება. მათ ესახარებაში წერია რომ წადით მთელ ქვეყნიერებაზე და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მოწაფება კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. მეთანხმებით? ერთ დღესაც გათენდა მანამდე ქრისტე მათ შორის იყო და ქრისტე ამბობდა გენესარეთის შეაცურეთ ნავი, გენესარეთის ტბის მეორე მხარეს უნდა გადავიდეთ. იერუსალიმში მივდივართ, აქ მივდივართ, იაიროსის ოჯახში მივდივართ. ესენიც ისა მიყვებოდნენ, უფალი ამბობდა, ესენიც დიახ და ემსახურებოდნენ. ზოგი ტრანსპორტით, ზოგი საკვებით, ზოგი იმით, ზოგი ამით, ზოგი ვინ დააფინა ტანსაცმელი სახედარზე, რომელზედაც ქრისტე ამხედრდა. რა თქმა უნდა მოწაფეებმა. მოწაფეები იყვნენ მის ირგვლივ, ვინ წავიდა ბაღში, ბაღში მეთქი ბაზარში, როცა იაკობის ჭასთან სამარიტელ ქალს ელაპარაკებოდა ქრისტე. მოწაფეები ასრულებდნენ მის განკარგულებებს, იმიტომ რომ პასტორი მათთვის, მოდი ასე ვთქვათ. იმ პატარა ეკლესიაში ჩვენი უფალი იყო, დიდება უფალს. და რასაც უფალი ეუბნებოდა, ისინი აქ დაგვავალე ჩვენ მზად ვართ, დაგვავალე მზად ვართ. მაგრამ გათენდა ერთი დღე. ქრისტემ მისცა ბოლო განკარგულებები, უთხრა რომ ესე უნდა გააკეთოთ, ეს გააკეთეთ, ეს გააკეთეთ. და გათენდა მეორე დღე და ქრისტე აღარ არის მათ შორის. ის ამაღლდა, ის წავიდა. ის ფიზიკურად აღარ არის. იცი, მანამდე ის ავალებდა, მანამდე ის ეუბნეოდა, მანამდე ის აგზავნიდა, მანამდე ის საქმეზე აყენებდა. და ერთი დღეც და ქრისტე აღარ არის. და პეტრე, ანუ გამორჩეული, სვეტი. საზრუნავია ძალიან ბევრი. მე არ ვამბობ, რომ ის მაინდა-მაინც ბოროტულად მოიქცა, არა. იცით, ჩვენ ხშირად ვრთავთ ლოგიკას. ჩვენ ხშირად ვიწყებთ ლოგიკურად აზროვნებას. პეტრეც ფიქრობს. კარგია რომ წავიდეთ და ვიქადაგოთ. მაგრამ რით წავიდეთ? ტრანსპორტი ხო გვინდა? გვინდა. საჭმელი ხო გვინდა? გვინდა. ჩასაცმელი ხო გვინდა? გვინდა. ამას ყველაფერს ხო ფული უნდა? უნდა. მერე სად არის ეს ფული? სად არის და უნდა ვითევზაო? დილაზე ადგა მოციქული. მე სათევზაოდ მივდივარ. სხვებს რაღა უნდა ეკეთებინათ. სხვებმა თქვეს ჩვენც მოვდივართ და წავიდნენ. მთელი ღამე ითევზავეს და ერთი თევზი ვერ დაიჭირეს. ხო გახსოვთ? ის ლიფსიტაც კი ვერ დაიჭირეს, რომ თვითონ შეეჭამათ და მშიერ მწყურვალები გამთენიაა უკვე და ბრუნდებიან უკან. და ამ დროს ხედავენ ვიღაცა ნაპირზე ელოდება მათ და თევზს წვავს ცეცხლზე. რაც ამამ მთელი ღამე ვერ დაიჭირეს. ის წვავს ცეცხლზე. და იქიდან ეძახის, მარჯვნივ გადააგდეთ, ბადე, მარჯვნივ. პეტრე ფიქრობს, ეს ჭკუის კოლოფი ვიღა არის. მთელი პროფესიონალი ბეთევზე ვარ. მთელი ღამე ვითევზავე, ერთი ცალი ვერ დავიჭირე. რა მარჯვნივ გადააგდე? მაგრამ იმის გულისთვის რაღაც გადააგდეს და 150 აღარ მახსოვს მე ზუსტად რამდენი ცალი იყო. დიდი თევზი იყო და ისე რომ ნავი ლამის ჩაიძირა, იმდენი იყო. და იცნო პეტრემ ვინც იყო. გადახტაო წყალში და ცურვით გავიდა იქ. და ვივიდა და ხედავს რომ რასაც ესენი მთელი ღამე ეძებდნენ და ვერ დაიჭირეს, იმას უკვე შემწვარი აქვს. უთხრა მოდი, ჭამეთ, ვიცი რომ მშივრები ხართ და ვერავინ ვერ ეკითხება. იცნეს ვინც არის, მაგრამ ვერავინ ვერ ეკითხება ვინ ხარო. ჭამეს დანაყრდნენ და როცა ჭამდნენ, ქრისტე ეკითხება პეტრეს, სიმონ იოანესავ. აღარ ეუბნება პეტრეო, გახსოვთ? რატო არ უნდა? აი, წოხელი ფიქრობდი ამაზე. მანამდე პეტრეს ეძახის და იქ რატო არ უთხრა პეტრეო? იმიტომ რომ ის რაც პეტრესგან იყო, ეს მერყეობა იყო. ეს სიმონის ხასიათი იყო. ეუბნება სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარ ვარ? და რაზე ეუბნება? მე ადრე ვფიქრობდი მოციქულებზე ეუბნებოდა.
რომ მოციქულებზე მეტად გიყვარ ვარ? მაგრამ ისე არ ეუნება ადრესაც ამათზე მეტად, მაგრამ იცი თუ კონტექსტს კარგად გამოვიკვლევთ, მიხვდებით რომ იქ პროფესიაზე ალაპარაკი და თევზებზე და ბადეებზე. სიმონ იოანესა ამათზე მეტად გიყვარ ვარ? სიმონი არც კი ეჭვდება ისე პასუხობს. აი იცის რომ ნეჭვის ნატამალიც კი არ არსებობს, შენ იცი რომ მიყვარ. მაშინ აძოვე ჩემი ცხოვრებია. მაშინ ეს არის შენი საქმე. ეს არის შენი ძირითადი საქმე. ეს არის ის რაზე უნდა იფიქრო. ეს არის ის რაზედაც უნდა გადაერთო. ეს არის ის რაზედაც აი ყველაფერი აქედან უნდა ამოდიოდეს. ეს არის ის მთავარი. კიდევ უნდა სიმონ იოანესა გიყვარ ვარ? იცი უფალო რომ მიყვარ. მაშინ დამწყემსე ჩემი ცხოვრება. შენი ცხოვრები კი არა. ქრისტე არ ეუნება შენი ცხოვრები მწყემსეო, ჩემი ცხოვრები მწყემსეო, ისე უნდა, ჩემი. იმიტომ რომ მე შენ ამაში მოგიწოდე. მეგობრებო, ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენი საქმის საკეთებლად კი არა. მისი საქმის საკეთებლად. ეს არის სხეული. მეთანხმებით? ჩვენ მოწოდებულები ვართ არა ჩვენი საქმის საკეთებლად, ჩვენ რო გვსიამოვნებს არა იმ საქმის საკეთებლად. იცი, ჩვენ ხშირად მოწოდებულები ვართ ისეთი საქმის საკეთებლად, რომელიც აბსოლუტურად დაუფასებელი იქნება. ჩვენ მოწოდებულები ვართ ისეთი საქმის საკეთებლად, რომლის გაკეთების შემდეგაც შეიძლება არავინ მოვიდეს და არავინ გითხრას, რომ ყოჩაღ რა კარგად გააკეთე. ჩვენ მოწოდებულები ვართ ისეთი საქმის საკეთებლად, რომლის კეთების დროსაც შეიძლება ვიღაცა მეტი ჩრობაში ჩაგითვალოს. და აქეთ გაგიბრაზნენ, უზარმაზარი ფასის გადახდის მერე, აქეთ და გადანაშაულო. ქრისტემ უთხრა პეტრეს, აძოვე ჩემი ცხოვრებიო, შენი ცხოვრებიო კი არა. ჩემი. ქრისტემ უთხრა დააპურე ჩემი ცხოვრებიო, შენიო კი არა, ჩემი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვიწყებთ აი პეტრეს განა ეკლესიიდან წასვლა ქონდა გადაწყვეტილი. არა, პეტრემ უბრალოდ საქმის კეთება დაიწყო თავისი მეთოდებით. ეს მისი მეთოდები იყო. ჩვენ გვაქვს ყველა საქმეში ჩვენი მეთოდები, სხეულში, ქრისტეში, ჩვენ გვაქვს ჩვენი მეთოდები. ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცა, აი, ასე არის კარგი, ასე გავაკეთებ. იცი, ლოგიკა სულ ყოველთვის არ არის სასარგებლო. ჩვენ ხშირად ლოგიკურად უდგებით, ხო ესე იქნება, აი ესე რო გააკეთებ, ესე არ იქნება, ესე დაალაგებ, ესე იქნება. მაგრამ რომელ ლოგიკას ემორჩილება 4 დღის მკვდარი, რომ საფლავიდან გამოვა. რა ლოგიკაში ჯდება ეს? რომელ ლოგიკას უნდა დაუმურჩილო 5 პური და 2 თევზით 5,000 კაცის დაპურება. რა ლოგიკაზეა აქ ლაპარაკი? ამიტომ მეგობრებო, ლოგიკით კი არა, რწმენით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ რატო ვლაპარაკობ ახლა პეტრეზე ამდენს? პეტრე ესე კი არ თქვა, სულ არ მაინტერესებს, არც ეკლესია მაინტერესებს, არც ის მაინტერესებს, არც ღმერთი მინდა არაფერი. ჩანს რომ ესე თქვა რა მე? არა. უბრალოდ გადაწყვიტა საქმე ეკეთებინა თავისი მეთოდებით. მაგრამ ქრისტე ეუნება შენ ხვარს ნუ კი დამწყემსო პეტრე. ჩემი ხვარი უნდა დამწყემსო. შენი მეთოდებით კი არა, ჩემი მეთოდებით ვე. გასაგებია? მეგობრებო, წინა მსახურებაზე ჩვენ დავიწყეთ მეორე პეტრეს პირველი თავიდან დავიწყეთ წერილის გამოკვლევა. მინდა კვლავ გადავშალოთ წერილი, დაუბრუნდეთ ამ ადგილს. პირველი თავი. მოდი წავიკითხოთ უფრო სურათი რო გასაგები იყოს ისევ მესამე მუხლიდან. ისე როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მეშვეობით მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გავხდეთ ღმერთის ბუნების ზიარნი და განვერიდოთ ქვეყნიერების გულისწყმის გახსნილებას. მეოთხე მუხლი ამბობს, რომელთა მეშვეობით მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ ამ აღთქმების მიერ, ამ აღთქმებთან თანაზიარებით, გახდები ღვთის ბუნების ზიარი
და ეს არის საშუალება ერთ-ერთი კი არა. ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყნიერების გახსნილებისგან დაიცვა თავი. გახსოვთ ეკლესიაში ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მქონდა ერთი თემა ვილაპარაკეთ ამაზე. სახლი დაგვილი, დასუფთავებული, მაგრამ ცარიელი. რა დაემართა ამ სახლს? უფალმა მოყვა იგავი. როცა უბოროტი სული გადის ადამიანისგან, დადის უწყლო ადგილებში და ეძებს სიმშვიდეს, ვერ პოულობს. მერე ამბობს თავისთვისო, მოდი დავბრუნდები უკანო. და მივალე, იქნებ როგორმე მოვატყუ, იქნებ როგორმე შევძრე ისევ იმ სახლში, აქ პიროვნებაზეა ლაპარაკი. მაგრამ ბრუნდება უკან და ნახულობ სახლს, დაგვილს, დასუფთავებულს და ცარიელს. იცი მეგობრებო, აქ წინა რიგში ადგილებია. ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და დაჯდეს. აქ ბევრი ადგილებია, ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და დაჯდეს. მაგრამ როცა დარბაზი გადაჭედილია, ის უკვე ყველა ადგილი დაკავებულია. ყველა ადგილი დაკავებულია. დაგვილი, დასუფთავებული და ცარიელი, დაუკავებელი. არაფრით არ არის დაკავებული. ამიტომ ამბობს სულიო, რატო უნდა ვიყო აქ მარტო? წავალ მოვიყვან ჩემნაირებს კიდე და 7 მოყავსო თავისნაირი. დასახლდებიან ამ კაცშიო. და ასეთი ადამიანისთვისო უკანასკნელი დღე პირველზე ბევრად უარესია. იცი ქვეყნიერების გახსნილება, ჩვენ რო ქვეყნიერების გახსნილებასთან ბრძოლა შეგვეძლოს, აღარ იქნებოდა საჭირო ღმერთის მადლი ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენით გავიმარჯვებდით. საქმე ის არის, რომ ამაზე გამარჯვება შეუძლებელია. თუ შენ ცხოვრებაში არ არის ღმერთი, ქვეყნიერება არ შეიძლება არც ღმერთთან იყო და არც ქვეყნიერებასთან. ბუნებაში არ არსებობს სიცარიელე, თუ არ არის ღმერთი, იქ არის ეშმაკი. და თუ არ არის ეშმაკი, იქ ღმერთია მაშინ. შეუძლებელია არც ერთი იყოს და არც მეორე. ასეთი არ ხდება. გასაგებია? ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული, ნახეთ. ერთადერთი საშუალება კონდეს დაცვა, კონდეს ვაქცინა, აცრილი იყო გახსნილებაზე, რომ იმ ვირუსმა შენში ვერ შემოაღწიოს. ეს არის რა? ეს არის ღმერთის აღთქმები. აღთქმებში შესვლა, აღთქმებში თანაზიარება, აღთქმებით ცხოვრება. გასაგებია? და ეს კიდე, როგორც მე ვთქვი, წეღან როგორც თქვით, თუ ხარ რწმენაში, თუ ხარ მადლში, თუ ხარ ქრისტეში, იყავი სხეულში. იმიტომ რომ სადმე გინახავ ცოცხალი ხელი სხეულის გარეშე. ასეთი რამეები არ ხდება. რატომ შეადარა წმინდა მოციქულმა პავლემ სხეული, ეკლესიას სხეულს? იმიტომ რომ ის პრინციპები, რაც სხეულში მოქმედებს ეკლესიაშიდაც. დიდება უფალს. ერთი რამე ვიცოდეთ, იცი, ღმერთს არ ყავს ვარსკვლავები. კი ცდილობენ დღეს ადამიანები ვარსკვლავები გახდნენ, რომ აი ეს ის არის, აი ეს ის არის, აი ეს. არა, ღმერთ ჩვენ ყველანი ვართ სხეულში. მისი სხეულის ნაწილები ვართ. გასაგებია? სხეულია ყველაფერი. ჩვენი მაცოცხლებელი სხეულია. სხეულის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. სხეულის გარეშე ეშმაკის ტყუილებია. ხშირად ეშმაკი გვაჯერებს, რომ შეიძლება სხეულის გარეთაც იცოცხლო. მე ხო ღმერთი მწამს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ხარ რწმენაში, თუ ხარ ქრისტეში, თუ ხარ მადლში, იყავი სხეულში, თორე ამას ყველაფერს აზრი აღარ აქვს. და რატო დავიწყე ამის ლაპარაკი დღეს? ეს თემა უნდა გავაგრძელოთ. მეხუთე მუხლი. ამისათვისო, იმისთვის რომ ეს მოხდეს, იმისთვის რომ ეს განხორციელდეს, იმისთვის რომ ეს შესაძლებელი გახდეს ჩემ ცხოვრებაში და შენ ცხოვრებაში, პეტრე მოციქული ამბობს, ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ. ყველა მცდელობა მიმართეთ ამისთვის. იმისთვის რომ შენი რწმენა იყოს მოსაწონე. ვისთვის? პირველ რიგში რა თქმა უნდა ღმერთისთვის. იცი, მე მწამს და ვაკეთებ. მწამს და ვმოქმედებ. მწამს. პავლე მოციქული ამბობს, როგორც დაწერილია, მწამს და ვლაპარაკობ, მეც მწამს და მიტო ვლაპარაკობ ამასო. იცი, რწმენა მოსაწონის, მე წინა მსახურებაზე გითხარით, რას ნიშნავს ქართულში წერია სათნო, მოსაწონი, მაგრამ ებრაულში წერია
უპირატესი, აღმატებული, უფრო დიდებული, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო კარგი. ეს რას ნიშნავს, იცით? აი, შესაძლებელია ჭურჭელი მიუშვირო წყალს და გარეცხო, მაგრამ შესაძლებელია საფუძვლიანად გარეცხო. შესაძლებელია ოთახი დაალაგო, როგორ შუაში დადგე და ცოცხი დაატრიალო და ეს მტვერი კუთხეებში შეყარო, დამალო. მაგრამ შესაძლებელია აღმატებულ ხარისხში გააკეთო. იცი, როცა ღმერთთან ურთიერთობაზე ლაპარაკობ, შენი რწმენა, იცი? ზაქარიას წინასწარმეტყველებაში წინამსახურებაზეც ვახსენე. მე-11 თავის მე-12 მუხლში არის ასეთი ამბავი მოთხრობილი. ზაქარია ამბობს, მითხრა ღმერთმა, მიდი ისრაელთან და უთხარი, მომეცით ჩემი გასამრჯელო. მომეცით ჩემი გასამრჯელო. რაც გემეტებათო, იმდენი მომეცითო. მივედიო მათთან და მომიწენიან გასამრჯელოთ 30 ვერცხლიო. ზაქარია ალბათ შოკში იყო. და ღმერთმა მითხრაო, საუკეთესო საფასურიაო, ასე დავფასდი მათგან. მე ვნახე ადრე ერთი ქადაგება, ბევრ თქვენთანაც შეიძლება ნანახი გქონდეთ, ეს იყო ევანგელისტი სტივენ ჰილი და ეს შვეიცარიაში იყო, უფსალაში, ეკლესიაში, ხელში ხურდა უჭირავს და ამბობს, ჩვენ ხშირად ვასამართლებთ იუდას, რომ იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა ქრისტე. იუდამ 30 ვერცხლად მაინც გაყიდა. 30 ვერცხლი არ იყო მცირე ფული, დიდი ფული იყო. იმიტომ რომ იმ ფულით მერე წავინდნენ და მიწა იყიდეს. ხო გახსოვთ იერუსალიმში. აბაცადი ახლა თბილისში მიწა იყიდე, პატარა ნაკვეთი იყიდე მიწის და ნახავის ფული რას ღირდა. მისი მსყიდველობითი უნარი რა იყო. ანუ ეს არ იყო ძალიან მცირე ფული. გასაგებია? და ჩვენ ხშირად ვამბობ, ეს გამყიდველი იუდა. კითხვა მოატრიალე შენი თავისკენ და შენ რამდენად ყიდი? შენთვის რა ღირს? ერთი გაბრაზება. მაგრამ მოდი ვთქვათ, მე ჩემგან რა ფასიადევს მას? ჩემი რწმენა როგორია მის მიმართ? მე როგორი მწამს ის? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, აქ წერია, ამიტომ ყოველი ღონე იხმარე. ყოველი ღონე იხმარე, ყველაფერი შესაძლებელი გააკეთე. იცი, მე მინდა ხშირად როგორც თინეიჯერები იბრძვიან, რომ ახალი სმარტფონისთვის სმარტფონი მოიპოვონ და როგორმე მიაღწიონ და ისე რომ ვიბრძოლო ჩემს რწმენასთან დაკავშირებით, ბევრად უფრო შეცვლილი იქნება რაღაცეები. მაგრამ საქმე რაში არის, იცი, ჩვენ ხშირად გვჯერა ეშმაკის ტყუილების. ღმერთი ხო გწამს? დიდება უფალს. ყველაფერი კარგად არის. იცი, ხშირად ეშმაკი გვამღერებს ამ სიმღერას, მე ისეთი კარგი ვარ, ვერავინ ვერ შემედრება. სამყარო არის დამნაშავე ჩემს წინაშე. მაგრამ წმინდა წერილი ნახე რას ამბობს. სხვის რწმენას ნუ კი შეაფასებო. ეცადე შენი რწმენა გახადო მოსაწონი. წმინდა წერილი ამბობს, სხვის რწმენაზე ნუ კი ილაპარაკებ, შენ ეცადე რომ შენი რწმენა გახადო აღმატებული, ზე აღმატებული, კიდევ უფრო მაღალ რანგში აიყვანო. რო თქვა ღმერთო, მე გავაკეთებ. როგორ თქვა ქრისტემ? ვინც გთხოვოს ამდენზე წაყოლა, უფრო მეცე გაყევიო. რატო არის ეს? ეს არის აღმატებულობის პრინციპი რწმენაში. რომ სხვის მიმართ ნუ კი იქნები მომთხოვნი შენი თავისკენ, შენ თავს მოთხოვე სხვის მიმართ. შენ ნუ კი ეცდები კომფორტი შეიქმნა შენ ცხოვრებაში, ეცადე კომფორტი შეუქმნა სხვებს. აი ეს ქრისტემ თქვა, მე მოვედი არა იმიტომ რომ მე მსახურონ, მოვედი რომ ვემსახურო. მეგობრებო, აქ წერია, ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ. ჩვენ ხშირად ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ, რომ ეს კამათი მოვიგო, ეს ბრძოლა მოვიგო, მაგას მე სხვა რგონი ვარ ვიღაცა. ძალიან დიდ ენერგიას და ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ იმაში, რომ როგორმე გამოვჩდე. როგორმე რაღაც იყოს ისეთი. არა და ქრისტე ამბობს, უფრო მეტი ღონე და ძალა დახარჯეთ იმაზე, რომ შენი რწმენა აღმოჩნდეს აღმატებული. შენი რწმენა აღმოჩნდეს შესამჩნევი. ვინმე დაავალა ეკლესიაში ერთხელ ეგენი რო გყავს მანდ რაღაც გვითხრეს. მოდი ავიღოთ ესეთი იყო ერთი პიროვნება, რომელიც არ იყო მოციქული, რომელიც არ იყო მქადაგებელი, რომელიც არ იყო מחარებელი, რომელიც არ იყო წინასწარმეტყველი, რომელიც არ იყო საოჯახო ჯგუფის ლიდერიც კი. ბიბლიაში ჩანს ეს პერსონაჟი. მასზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ვინ იყო ეს?
ეს იყო მკერავი ქურციკი, ტაბითა. გახსოვთ? როგორ მორბოდნენ პეტროსთან, როგორ ეგ იცი ვინ არის? მაგ იცი როგორია? მაგას ვინ დაავალა იმათ ეს ელაპარაკად პეტრეზე, ვინ დაავალა? ტაბითას რწმენა. ტაბითას რწმენა იყო ასეთი. მეგობრებო, მე მჯერა თუ ყოველ ღონეს ვიხმარ, თუ ძალისხმევას ჩავდებ, რომ ჩემი რწმენა ზეაღმატებული გავხადო. წმინდა წერილი ამბობს, ყოველივე რაც აკეთებთ, აკეთეთ რისთვის? ღმერთისთვის. კაცისთვის კი არა, ღმერთისთვის. თუ იმიტომ ვაკეთებ, რომ დამინახონ, მე მოვისმინე ეს სიტყვა და გულზე მომხვდა. საშინელება. ვინ დამინახა რო? ვისაც უნდა დაენახა, იმან დაგინახა. სამწუხაროდ იმან ისეთი დაგინახა, როგორც იყო სინამდვილეში ეს რწმენა. იმიტომ რომ ფიქრათაც კი არ დაგებადება თავში, თუ მისთვის აკეთებ, რომ ვინ დამინახა რო. უფრო გამხნევდები და იტყვი, რა ვქნა, ვერ ხედავ, ქრისტეს ჯვარზე აცმევდნენ და კი არა მოდი, ღმერთო, ვინ დამინახა, ამდენი გავაკეთია მათთვის, ეს დაუნახავები. რატო არ თქვა ეს ქრისტემ? ეს ამბობს, მამაო, აპატიე. ესენი ვერ ხედავენ, მაგრამ მე ხო ვიცი. შენ ხო იცი, მე ხო ვიცი. ყველაფერი დამთავრდა, იმიტომ რომ აპატიე რამე თუ არ იციან რა შადიან. მე ამათ გასასამართლებლად კი არა. იმისთვის მოვედი, რომ ჩემი რწმენა მათ მიმართ ზეაღმატებული იყოს. მერე წერია. ამისათვის ეცადეთ, ყოველ ღონე იხმარო, წარმოაჩინოთ თქვენ რწმენაში სათნოება. უპირატესობა. სათნოებაში შემეცნება. შემეცნება ეს არის, როცა რაღაცას კი ვიღაცის ნათქვამით კი არ აკეთებ. რომ შეიმეცნე, რომ დაუახლოვდი, რომ მიხვდი, რომ გაიგე, რომ აღმოაჩინე, რომ გაგეხსნა, რომ ჩემ გულამდე რომ მოაღწია ამან და ერთია რომ ვაკეთებ ბრმამორჩილებით, მითხრეს და ვაკეთებ, მეორეა რომ ვაკეთებ შემეცნებით. შემეცნებით ნაკეთების საქმე გაცილებით მაღალი ხარისხის არის. ამიტომ ვიძახით, რომ ნუ იქნები დამავალე და გავაკეთებ. შენ არ მოგიტან სარგებელს, თორე საქმე კი გაკეთდება. დავალებულად ნაკეთების საქმე არ არის. აკეთე შემეცნებით, აკეთე სიყვარულით, დაივალე, მიიღე, აიღე. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეკლესიაში სხვა კურსი ავიღეთ. ჩვენ არ ვნიშნავთ მსახურებს. ჩვენ არ ვნიშნავთ მსახურებს, არ ვშტამპავთ მსახურებს. ჩვენ ვთავაზობთ. დაივალებ? მე კი არ გთხოვ, მე კი არ გავალებ. შენ თუ დაივალებ, მე დამოკიდებულება და მოთხოვნა იქნება იმის და მიხედვით, რაც შენ აიღე, მე კი არ დაგავალე, თავზე კი არ დაგადე, ტვირთად კი არ დაგაყარე. შენ რო დაივალე, შენ რო თქვი, მაგის და მიხედვით ვილაპარაკებთ, რომ შენი ხო იყოს, ხო? და შენი არა იყოს, არა და რაც ამის იქით არის ყველაფერი ეშმაკისგან არის. ამიტომ საჭიროა მეგობრებო, შემეცნება. შემეცნება. გაგება, ზიარება, თანაზიარებაში შესვლა. შემეცნებითი დამოკიდებულება. ოსიას წინასწარმეტყველებაში წერია, უმეცრების გამო, უცოდინარობის გამო მოისპობა ჩემი ერიო. მიტოვებული გაქვს ღმერთის სიტყვა, მეც დავივიწყებ შენ შვილებს. შემეცნებაში თავშეკავება. ეს არის ტერმინი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი არად დაგიდევს. თავშეკავება. იცი ბევრჯერ რატო ინგრევა საქმეები, ვიღაცამ თავი ვერ შეიკავა. იცი კბილები რისთვის არსებობს? რო ენას დააჭირო ხშირად. და ვიღაცას არ აღმოაჩნდა ის კბილები. და იცი თავი ვერ შეიკავა. აქ წერია რომ ეცადე შენს რწმენაში წარმოაჩინო სათნოება, სათნოებაში შემეცნება, შემეცნებაში თავს შეკავება. წმინდა მოციქული პავლე პირველი კორინთელების 9 თავში ამბობს, რომ ასპარეზზე მორბენალიო, ბევრი გარბიანო. და თავს რა შვებიანო? თავს იკავებენ ყველაფრისგანო. ისინი უხცნადი გვირგვინის ესე იგი რაღაცებისგან თავი უნდა შეიკავო. რაღაცებს თვითკონტროლი უნდა გაუწიო. იცი ერთხელ ერთი ადამიანი იყო ჩემთან მოსული და მე თავისუფლება მინდაო.
გააჩნია შენ თავისუფლებას რას ეძახი? ეს ცხოველები არიან თავისუფლები. მათ არაფერზე თავშეკავება არ ჭირდებათ. მაგრამ რა კატასტროფაა, როცა ადამიანებში იშლება ეს. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ასპარეზზე მორბენალნი ბევრი გარბიან და თავს იკავებენ ყველაფრისაგან. და თავშეკავება არის წინა ეტაპი და მე წერია თავშეკავებაში მოთმინება. ვაუ. მოთმინებაზე რომელთა წერილში ლაპარაკობს წმინდა მოციქული პავლე. იმიტომ რომ ჩვენ ვიქადით თუ არა მარტო მადლით, ჩვენ ვიქადით ჭირითაც, იმიტომ რომ ჭირი ქმნის მოთმინებას, მოთმინება იმედს და იმედი არ არის შემარცხვენელი. მეხუთე თავი რომელთა წერილს. მოთმინება ეს ისეთი რაღაცაა, რომელზედაც ებრაელთა წერილში წერია, მოთმინება გესაჭიროება თქვენ, რათა მიიღოთ აღთქმული. დიდება უფალს. მოთმინება გესაჭიროებათ. მათესახარების 24 თავი ბოლომდის მომთმენი გადარჩება. ბოლომდის მომთმენი გადარჩება. მაგრამ რო ვაკვირდები სიტუაციებს, დღეს ვცხოვრობთ თაობაში, რომელიც არაფრის მოთმენას არ აპირებს. ყველას აქვს პრეტენზია, ის კი არა რომ მე მოვითმენ, არა, აქეთ მომითმინოს. აქეთ უნდა მომითმინოს, აქეთ უნდა ითმინოს იმან. მე კი არ მოვითმენ, არა იმან ითმინოს. წმინდა მოციქული ამბობს, მოთმინება გვესაჭიროება, მოთმინება. ამის განვითარება, მეგობრებო, ეს პროცესია. ეს სამუშაო პროცესია. და როცა წერია ყოველი ღონე იხმარა, ის მარტო უპირატესობას კი არ მიესადაგება და სათნოებას, არა. ესენი უნდა ეს მარგალიტები უნდა გამოჩნდეს ჩვენ რწმენაში. რომ პიროვნებამ მოითმინა, პიროვნებამ თავი მიუძღვნა. ბევრი მქონდა მიზეზი, მიეტოვებია და გაქცეულიყო. არავინ არ დაუფასა, არავინ არ შეაქო, არავინ პირიქით გაუფუჭეს, პირიქით უღალატეს, პირიქით გადააგდეს, პირიქით იჭორავეს, მაგრამ მოითმინა. ესეთი იყო ჩვენი უფალი. მან დაითმინა, ასე წერია. დაითმინა. კი არ გვიპასუხა. შური კი არ იძია. იმის და მიხედვით კი არ მოგვაგო, რასაც ვიმსახურებდით. დაითმინა. მოთმინება გვესაჭიროება. ეს ერთ-ერთი თვისება არის რწმენაში განსავითარებელი. იცი ნეტარი არის, სრული გაბედულებით ვიტყვი, ვინც თავის რწმენაში განავითარა მოთმინება. ვინც მოთმინებით უდგება საკითხებს. მოთმინებით დგება რაღაც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. კიდე ერთს გეტყვით, ვინც მოთმინებას ანვითარებს, ეს ზრდასრულობის ერთ-ერთი ნიშანია. წერილი ამბობს, მოითმინე, აქ წერია, შემეცნებაში, თავშეკავებაში, მოთმინებაში, ღვთისმოსაობა. სიტყვა ღვთისმოსაობა არის ბერძნული სიტყვა. ქართულად ეს არის ეუსებია. ქართულად ნიშნავს ღმერთის თვისებების შენ თავში ინსტალირებას და დანერგვას. ეს წერია ეფესელების მე-6 თავში, 10 მუხლიდან ქვევით. ხელი მოჰკიდეთ ღმერთის სრულ საჭურველს, როცა წერია, რათა შეძლოთ წინააღმდეგობა ბოროტ დღეს. ყველაფერი გადალახოთ და ყველაფერს გაუძლოთ. სხვადასხვა მეგობრებო, ჯარისკაცების ღირსება, ფასდება არა იმით, რომ პირველივე ბრძოლაში დამარცხდა და გაიქცა დაიმალა. რამდენი ბრძოლა მოიგო, რამდენი მოითმინა, რამდენი დაითმინა, რამდენზე გაიმარჯვა, რამდენზე ამაღლდა. ღვთისმოსაობაში ძმური სიყვარული. ეს იცი რა არის? ქრისტე ამბობს, რომ თუ ერთმანეთი გეყვარებათ, მაშინ გაიგებსო წუთის სოფელი, რომ ჩემი მოწაფეები ხართ. ამასენ გუშინ კახეთში ვლაპარაკობდით, ამას ერთი საგალობელი გქონდა ხოლმე. შეიყვარეთ ერთმანეთი, იცხოვრეთ სიყვარულში, თუ წყალობას გააკეთებ, აკეთე დაფარულში, დიდება უფალს. იცი, შეყვარება გრძნობა კი არ არის, რომ ჟრუანტელმა დაგიაროს. შეყვარება პასუხისმგებლობის აღებაა.
შეყვარება მოთბინება, შეყვარება გაგება, შეყვარება დახმარება. დიდი ხარ, ნუ კი აუკრიფავ შენ გვერდით მჯდომს, ეცადე ხელში აიყვანო, ეცადე დაეხმარო, ეცადე წაახალისო, ეცადე კარგად იგრძნოს თავი, ბედნიერად იგრძნოს თავი. და მეშვიდე საფეხური არის სიყვარული. სიყვარული. ზოგიერთი ამბობს, სიყვარული არ არის ეკლესიაში. იცი რატო არ არის? მისაღწევი არის ეგ და მით არ არის. სიყვარული შენ სურვილით ვერ იქნება. 7 საფეხური უნდა გაიარო, რომ იქამდე მიხვიდე. და როცა ამ 7 საფეხურში დაიწყებ აშენებას და ამას შესძენ ყველაფენ შენ რწმენას, მერე დადგება სიყვარული. მერე შეგიყვარდება. იცი როგორ შეგიყვარდება? პრეტენზია კი არ გაგიჩნდება. საშინელებას რო გაგიკეთებ, ლოცვას დაიწყებ, რო აპატიე მამაო. არ იციან, რაც ჩადე. დიდება უფრო.